მოდით გიორგისთან გადავალ. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი, რამდენად არის შესაძლებელი ეს, როდესაც არც საქართველოს მოქალაქე არ არის მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე საქმეში გასამართლებულია, რამდენიმე საქმეზე ჯერ განაჩენი არ დგას, რამდენად აძლევთ იმას დაშვებას, რომ შესაძლებელია ეს სააკაშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? გამარჯობა ვახო, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ორ წელიწადზე მეტია უკვე საუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება, მოწამლეს, როგორც აღნიშნეთ, დემენცია აქვს და არის უმძიმეს მდგომარეობაში. თუმცა ხედავთ, რომ უკვე ისე გამოჯამრთელდა და ისე კარგად გრძნობს თავს, რომ უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვივამედი მოხვდა ტოპ კლინიკებს შორის, სადაც ასეთი გამონაკლისი დაავადებების მკურნალობასაც სახდას. ეს იქით იყოს ხუმრობა. და ვხედავთ რა მდგომარეობაც არის ნაცვლ მოძრაობაში, დღითიდღე ვარდება მათი რეიტინგი. არის კლებადი და დარწმუნებული ვარ, ანუ დღეს რა შედეგიც აქვს და რა რეიტინგიც ოქტომბერში ექნება კიდევ აი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი რო ვარდება, სხვა ოპოზიციური პარტიების და ვინაიდან შემცირებისკენ მიდის მათი რეიტინგი, მათი პოლიტიკური ქმედებებიდან გამომდინარე, მათი განცხადებებიდან გამომდინარე, მათი თავმჯდომარის ცვლილებებიდან გამომდინარე, მე არ მაქვს იმედი, რომ ნაცვლ მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც შეძლებს, რომ შეცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით. ამისთვის საჭირო არის ერთობა იმ მესამე ძალის, ასე ვთქვათ, შუაში მყოფი პარტიების, რომლებსაც არ უნდათ არც ნაციონალური მოძრაობა და არ უნდათ ქართული ოცნება. ჩვენი პარტიაც მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოხდეს კონსოლიდაცია, გაერთიანება ერთი იდეის მიმართ და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს აქ წითელი ხაზები, ეს არის რომ არ უნდა იყოს ქართული ოცნების წევრი, არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის წევრი, პრორუსი არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა კრიმინალი და კრიმინალური წარსულის მქონე მეკრთამე პოლიტიკოსები, როგორც ყავს ჩვენ პოლიტიკაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა იმისი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკური სიძლიერე გქონდეს და წინ წავიდეს და ხელისუფლება შევცვალოთ, მოდი ამით დავიწყოთ, არის შუაში მყოფი პარტიების ერთობით და გაერთიანებით. სხვა გზა ამ შემთხვევაში არ გვაქვს და ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, აწყობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანოს და გაიგივოს ნაცვლ მოძრაობასთან, იმიტომ რომ უფრო მარტივია საბრძოლველად, ანუ ერთ პარტიის მიმართ. იმიტომ რომ ვიცით, რომ საქართველოში უმრავლესი მოსახლეობას არ უნდა ქართული ნაციონალური მოძრაობა, პირადად მიხეილ სააკაშვილის თუმცა ოპოზიცია ყველაზე კარგად საქმე აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა საერთოდ არ აქვს, ხო? ბარიერის პრობლემა არ აქვს, თუმცა არც ცვლილებების განხორციელების საშუალება არ აქვს.